ასეთ შიშის ქვეშ მუშაობს, ვერ უძლებს ამ დატვირთვას და ამიტომაა გახშირებული ეს ინფარქტები და ნევროზული მდგომარეობა და როდესაც ტექნიკურად ყველაფერი გამართულია, ავადმყოფი ადამიანის დაცმა არ შეიძლება ტექნიკურად გამომართავს, ვიღა ტექნიკურად გამართულზეც არ შეიძლება და ასეთ პირობებში მემანქანები არიან საშინელ მდგომარეობაში, არა მარტო მემანქანები ბატონო დავით. 150 ლარია მინიმუმი ხელფასი ზეინკალის, სამგროს მუშაკის და ასე შემდეგ. ამათ ასეთი მაღალი ხელფასები აქვს და იმასაც კი არ აკეთებენ რომ თქვა მე-13 ხელფასის ტრადიცია იყო თქვენ გახსოვთ ის ბოლოს წელს ბატონო დავით 8 მილიონის ცესხი აიღო საქართველოს ბანკიდან საქართველოს რკინიგზა. რა შეიძლება? არ ვიცი, ახლა თითქოს ელმავლის გასარემონტებლად 8 მილიონი ლარი მომგებიან ორგანიზაციას არ უნდა ჭირდებოდეს. არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოგებაზე ზის, არ იღებს ბანკიდან ცესხს. ხდება ხოლმე, მაგრამ ის 250 მილიონი თუკი ნაწილებში მიდის, იქიდან გადაესროლათ ეს ხა. არა, გადაესროლა ამათ ხოლო თავიანთი ჯიბეებისკენ იციან ბატონო დავით და მე გეტყვით ამასინა თქვენთან ვიყავი სტუდიაში ამ უფროსორა შარშან ნამსაგიძე სანამ არჩევნები ჩატარდებოდა 80 მილიონი ლარი მარტო ნაციონალურ მოძრაობის ოფშიაქში შეიტანეს არჩევნების მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის დასასრულებლად. ეს ისეთი ციფრია, რომელსაც ყველა დაადასტურებს, ოღონდ შემოწმებელი უნდა შევიდეს ბატონო დავით, უბიექტური და ამას ცვლილობა უნდა მიეცეს, მაგრამ პირდები ერთ რამეს გავაკეთებ. სანამ ეს ხელისუფლება მანამდე რკინიგზას არაფერი არ ეშველება, მაგრამ როგორც კი ხელისუფლება შეიძლება ბატონო დავით, ყველა ის პირი ეზრგბეედან დაწყებული საშუალო რგოლის თავიანთი ნაციონალების აქტივისტებით რო ყავს დაკომპლექტებული, სულ ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი და აი ამ დარღვევებზე მათ პასუხი უნდა ააგონ. ეხლა მეორე ფაქტორსაც მინდა ხაზი გაიგო. ბატონო ვიძინა, ძალიან საინტერესო და სენსაციო რაღაცებს ყვებით, მე ცოტა გაოცებული ვარ. 150 ლარი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. დიახ. ახლა ეს არ არის მარტო რკინიგზის კანტორის საქმე და ასწავლობის საქმეა. თუ ერთმან უფლება დაცვითი ორგანიზაციების საქმე. წამით აი ხო არის არა მომხმარებელთა უფლებების დაცვა. აი დაუშვათ ერთმან უკნას და ეს რკინიგზის შემადგენლობა დიდუბის ხიდთან თუ კი თქვენ ბრძანეთ რომ ბორბლები თუ ბალანსი დარღვეულია შეიძლება და გატყდა კიდევაც მე ესე მითხრეს 14 იანვარს გადამწყდა შუაზე. შეიძლება ავტობუსს დაეცეს, შეიძლება რაღაც საშინელება მოხდეს. არა, თავად საზოგადოებამ არ უნდა აკონტროლოს, აი რკინიგზის კონტროლი ეციაში და მაგრამ ახლა ზეინკალს 150 ლარი აქვს. ის სულ არ დაგიდევს ბალანსი დარღვეულია თუ არა ბორბალში. გეთანხმებით ბატონო დავით. რაღაცა საზოგადოების მხრიდან არ შეიძლება რომ აუცილებლად უნდა იყოს კონტროლი. ჩვენ ახლა პოლიტიკური ორგანიზაცია ასეთ რგოლებში კონტროლს ვერ გავწვდებით მთლიანად, მაგრამ უფლებაზე რა თქმა უნდა და ამას ამ საკითხებს რო ვაყენებთ, ჩვენ შემთხვევით არ ვაყენებთ, სწორედ მე მოვახსენეთ ამასინაც აგერ გეტყვით რამდენი მიმართვა მაქვს გაგზავნილი გენერალურ პროკურორთან. მაშინდელი ეკათეშელაშვილი იყო და მისი მეუღლე მოადგილე ერთ-ერთი ეზრგბაიას. ნინო ბურჯანაძესთან, აგერ ეკონომიკის მინისტრთან, სულ ყველას ვაყენებდი საქმის კურსში, რკინიგზაში ასეთი მდგომარეობა და მიაქციეთ ყურადღება ნუანადგურებს ეზრგბაია ამ მნიშვნელოვან ობიექტს, მაგრამ მათგან არავითარ რეაგირება არ მომხდარა. არც პარლამენტის მხრიდან, არც გენერალური პროკურატურის მხრიდან, არც ეკონომიკის სამინისტროდან ეხლა ვაგზავნით ლაშა ჟვანიასთან მიმართვებს არავითარ პასუხი არ მოდის. განა იმიტომ არ მოდის რომ მათ საპასუხო აქვს და ნუ არ თვლიან არაფრად. უბრალოდ მათ არ შეუძლიათ რეალურად ობიექტური პასუხის გაცემა. რაღაცა ხომშეულიათ ესე ტყუილი თქვა, მაგრამ რეალური პასუხის გაცემის უნარი არ გააჩნიათ. მე მაინც უბრუნდები იმ თემას ბატონო ვიძინა, აი მე მანქანა მყავდა ბორბალს, აი ბალანსირება როცა აკლია, ბორბალი იწყებს ყევას საბურავი ფუჭდება და მანქანას ავნებს. ნუ იქ მე შარავი უფუჭდება და შეიძლება რკინიგზაზე უარესია ეს რკინისგანაა ეს ბორბალი მთლიანი კონსტრუქცია და შეიძლება ვაგონი გადავარდეს მოძრაობის დროს. აი ეს ლეგენდარული ბუშის ქუჩა რომ იწყება. აეროპორტისკენ რომ მიდის და ყველა მანქანა რო გადის, შეიძლება იქ გადმოვარდეს ეს ვაგონი. არ თემა შეეხება. საშიშროებას არ მოადგენს. დიახ, ტექნიკურად დაუშვებელია ასეთი გოგოწყილებით შემადგენლობის. აი გოგოწყილებს ეძახით. ბორბლებს ეძახით. მე ვიცი რომ ხდება თქო ბალანსია დარღვეული. არა მარტო ბორბალი ხდება, მთელი სალიანდაგო ხაზი ზიანდება ბატონო დავით ამ იმიდან ბრუნვიდან. ეს საზოგადოებამ არ უნდა აკონტროლოს, რა თქმა უნდა. ეხლა რა ხდება ბატონო დავით, აეროპორტი ახსენეთ თქვენ და
13 მილიონი დაჯდა აეროპორტის ხაზი რო გადაიყვანო და იქ ვაგზლის მშენებლობა. არავინ არ დადის ბატონო დავით იმ მატარებლით, იმ აეროპორტის მატარებლით. 13 დაჯდა. 13 მილიონი დაჯდა და ეხლა ყოველდღიურად ათეულ ათასობით ლარი იხარჯება რომ შემადგენლობა წავიდეს და 3 მგზავრის ძის შიგნით. წარმოგიდგენიათ ასეთ ორი და ორი კონდუქტორი. ხო, რა თქმა უნდა, არა, მე მგზავრი მყავს ხელოვნებაში, თორე სხვები რა თქმა უნდა იქნებიან იქ მემანქანები და ასე შემდეგ. მაგრამ ასეთი პირობებში, როდესაც ესე იგი მომგებიან ობიექტს ასე ზარალზე აჯენ, შენ ვინახარ მაშინ? წერი ხარ ამ ობიექტის ქვეყნის წერი ხარ თუ ვინახარ და ეზუგბაია ამისთვის აუცილებლად აგებს პასუხს. ეხლა კიდე რა შეიძლება ითქვას ამ საწყალ მემანქანებზე? მართლა სამი კაცი დადის იმ აეროპორტის ვაგონზე. არის შემთხვევები, როდესაც ერთი კაციც კი წასულა. ოღონდ შემადგენლობა დადის მაინც წესია, ესე იგი მაინც რაღაც ხაზი ხო არის და არსებობს და ამიტომ გაუშვან შემადგენლობა, მაგრამ ყოფილა მე სამს ვამბობ საშუალო, თორე ყოფილა ერთი და შეიძლება იყოს დღეები სულ არ იყო მგზავრი, მაგრამ მაინც წასულა მატარებელი. ასე ზარალზე როცა არის ერთ-ერთი დანაყოფი მისი არა, რომელ ნორმალურ და კარგ მართვაზეა ლაბარაკი და ეზუგბაია 5 წელია, 4 წელია უკვე ამ რკინიგზას ძარცვას თავისი. ბატონო და მარტო ეზუგბაია რო იყოს აქ არაფერი. მარტო ეს ერთ კაც მოულიან, ასე ვთქვათ, მაგრამ მთლიანად ეს სახელმწიფო ვერტიკალიდან მთლიანად ეს სისტემა სამთავრობო სტრუქტურა ჩართულია რკინიგზის ძარცვაში. ამათ ყველასთან მიდის, თან მიდის მისი წილი. ეხლა იქ არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სტეფნაძეს გახმაურებული ბექაურის ამბიდან გახსოვთ ალბათ ეს სტეფნაძე ჩვენ როდესაც შალვა რამიშვილს გაისქნეს ჩაუწყვეს იქ რაღაც და დაიჭირეს. აი ეს სტეფნაძე ეხლა აგვარებს ორგანიზაციებთან ან ვინმესთან რაიმე დავა თუ იქნება ან დანაშაული აღმოჩნდება მივა და ეს არის ფულის მომტანი ეს ხალბატონი და ეხლა თუ ეს ასე არ არის ამეთერით ხო ჟღერდება ჩემი ლაბარაკი. ამიტომ მე მას ვთხოვ რომ დაიწყოს ჩემს წინააღმდეგ საქმის აღძვრა, ესე იგი მოითხოვოს საქმის ძიება რომ მე მას ცილს წამებ. აი ვნახოთ მე საწავა ეს ჩვენი ხალბატონი. ბაზარბიძინა უკვე შეგამაცებით არის. აქეთ გვდებს ბრალს რომ ესე იგი თითქოს საქართველოს რკინიგზაში ვიღაცებმა ელმავლები დაჭერნა ჩემი მეგობარია გიაღრუაშვილი საწყალი კაც გამოაგდეს რკინიგზიდან დაჭერის მუხარი და მთელი ჩვეების განმავლობაში ემუქრებოდნენ და მართლა დანაშაული ქონოდა იმას რა თქმა უნდა დაიჭერდნენ მაგრამ აი სწორედ ამის სტეფნაძემ დააბრალა მოხუაშვილს რომ თითქოს მან ელმავალი დაჭრა ვირა სად მიუწდებოდა ყრუაშვილს ელმავლის დაჭრაზე იქ ვიღაცებმა რო დაჭრეს სხვას ნუ კი აბრალებდა შენ რომ ხარ თანამონაწილე ამის სხვაზე ნუ კი იცი გადაბრალება ამიტომ ვამბობ სტეფნაძეს თხოვ რომ დაიწყოს შემსაწინააღმდეგოდ თუ რამე აქვს სათქმელი თუ არა და თავი დაანებოს ამ ფულების მიტან-მოტანას იქეთ. აი გამარკვიეთ ეს ფულების მიტან-მოტანა ვის თანხდება? რომელ ორგანიზაციებთან თქვენ თავად ბრძანეთ რომ ვინმე ეზუგბაიამ 80 მილიონი ნაციონალების ყოლაბა შეიტანა. ნაციონალური მოძრაობის კავშირი სხვადასხვა ორგანიზაციებში სამების გადატან გადმოტანა. რაღაც დავები ექნება. თუკი მიშას კაცი არის გახსნილი ექნება ხო? რა თქმა უნდა, ამიტომ არის საჭირო რომ ყველა დანაშაული დაიფაროს რომ მიშას არ ჩადგეს უხერხულ მდგომარეობაში, როცა ფაქტი გახმაურდება და ტელევიზიით და საინფორმაციო საშუალებებით გადაიცემა, მე უკვე გვიანია. ამიტომ სანამ ეს მოხდება, მანამდე აგვარებს სტეფნაძე ამ ურთიერთობებს სხვებთან და სხვებთან. კიდევ ერთხელ მოვითხოვ რომ მან თუ ეს ჩემი სიტყვები არ არის სწორი, დაიწყოს ესე იგი მომთხოვოს პასუხი. და ყველას ვინც კი საქართველოს რკინიგზაში მუშაობს მინდა ერთი რამ თხოვო რა ყველა მემანქანეს ყველა ზეინკალს ყველა საამქროს მუშაკს ნუ გავთ წყალი პირში ჩაგუბებული ილაპარაკეთ სიმართლე მოდით ჩვენთან კონსერვატიული პარტიის ოფისი მუდამ ღია არის თქვენთვის მოიტანეთ ის თქვენი ფაქტები სიმართლე რა როგორ ჩაგრავი როგორ გაიძულებენ რომ ესე იგი გაუმართავი ელმავლები დიაროთ საკუთარი სიცოცხლე ჩააყენოთ რისკის ქვეშ და როგორ გაიძულებენ რომ გაჩუმდეთ ყველა იმ დარღვევაზე რაც ხდება საქართველოს რკინიგზაში თვის განმავლობაში რამდენიმე დიდი ავარია ხდება 10-მდე ავარია ხდება თვის განმავლობაში პატარ-პატარა ისინი დარღვევები და ავარიები ყოველთვის იყო ეს გამოსწორებადია მაგრამ ხდება ამ ავარიების მიჩხმალვა და ამიტომ ესე იგი ეს ადამიანები სამსახურიდან გათავისუფლების შიშით და იმის გამო რომ მათ დაითხოვენ და ლუკმაბურის გარეშე დარჩებიან დუმან ამ ფაქტებზე და არ ამბობენ არაფერს. დაშინებულია რკინიგზის მუშაო სამსახურეთა უდიდესი ნაწილი, ბევრი გამოაგდეს სამსახურიდან, გაათავისუფლეს უკანონოდ, ბევრი მოდის ჩვენთან, მაგრამ მხოლოდ მოდიან მას შემდეგ, რაც გაათავისუფლებული იქნებიან და მე უკვე გვიანია უკვე ამაზე ფაქტიურად. რამე და კითხოთ ბაზარბიძინა როგორც პოლიტიკოს
თქვენ თავად ბრძანეთ, რომ ეს პოლიტიკური საკითხი არის. მოდით აი ესე შევხედოთ. აი გულში ყოთ ვარავსები ხო შაბათ ლაგუნა ვერესთან შეხვდა ქალბატონი და მოხედეთოთ იმ კანალია თუ რა კანტორა იქ რომ